კანარის კუნძულებზე ქართველი დამსვენებლების რიცხვი მატულობს, როგორც ბიზნეს პარტნიორთან კავკასიის რეგიონში კანარის კუნძულების ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, მზარდი მაჩვენებლის გამო ადგილობრივი ტურიზმის ადმინისტრაციისთვის საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია. ქართველი დამსვენებლების კიდევ უფრო მეტად მოსასწრად კი უკვე შემუშავდა საქართველოს მოქალაქეებზე მორგებული ბიუჯეტური ტურპაკეტები. გარდა ამისა, წლის ბოლომდე თბილისიდან კანარის კუნძულებისკენ პირდაპირ ჩარტერული ავიარეისების დანიშვნაც იგეგმება კავკასიის რეგიონში კანარის კუნძულების ტურიზმის დეპარტამენტში. ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში კანარის კუნძულების დედაქალაქ ლას პალმასში განიხილება ქართული რესტორნის გახსნაც. კანარის კუნძულის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩვენთან ერთად შეიმუშავა სპეციალური პაკეტები, რომ მორგებულიყო ქართულ მომხმარებელს. მათ შორის ფრენების კუთხითაც მიდის მოლაპარაკება რამოდენიმე ავიაკომპანიასთან. მიდის იმაზე საუბარიც, შეიძლება ჩარტერიც კი დადგეს თბილისიდან ლას-პალმასის მიმართულებით, რადგან ჩვენს მომხმარებლებს გაუიოლოთ გადაადგილება და ფრენის ხანგრძლივობა შევამციროთ. ჩვენი სტატისტიკის მიხედვით და დაკვირვებით, ქართველი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს კანარის კუნძულებზე. აქედან გამომდინარე, მიდის მოლაპარაკება ერთ-ერთ ქართულ ბრენდთან, რომ გავხსნათ ქართული რესტორანი, კერძოდ ლას-პალმასში, ერთ-ერთი რიზორტის ტერიტორიაზე.